მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს დავალება მოდიოდა გიორგი უდესიანისგან. ეს დაჭერა და შემდეგ უკვე ციხეში მასზე ფიზიკური ზეწოლა. გიორგი უდესიანის ახლო მეგობარი იყო იმდროინდელი გლდანის ციხის დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, მოგეხსენებათ, ზედმეტ სახელად კილერა, არ ვიცი როგორ მოახერხა ამ სახელის, ეს ხელი როგორ შეარქვეს, არ ვიცი, მაგრამ უკვე ნათელია კილერა რო ქვია ზედმეტ სახელად, რისი გამკეთებელი ხარ, ის იყო ადამიანი, რომელიც ტყვიების გარეშე კლავდა ადამიანებს ციხეში და აწამებდა და ამის ბევრი ფაქტი გვაქვს და მათ შორის ჩვენ საქმეშიც დევს. გიორგი უდესიანის დავალებით ალექსანდრე მუხაძე მოქმედებდა. დაავალა ვიქტორ ყაჭეიშვილს იმ პერიოდში, რომ ორი სხვადასხვა კამერიდან გამოიყვანა თითო პატიმარი. ეს პატიმრები, რა თქმა უნდა, არ იყვნენ ესე შემთხვევით არჩეულები, მუშაობდნენ ციხეზე მუშაობდნენ ეს პატიმრები. და დაავალეს ამ პატიმრებს ბესოხარძიანის ასე ვთქვათ, წვალება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, მენტალურად გატეხვა, ფსიქოლოგიურად გატეხვა და ეს დავალება მათ უნდა შეესრულებინათ. წინაღამდეგ შემთხვევაში ამ ადამიანებს ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. პირადად ალექსანდრე მუხაძე თუ ამით არ დაიწყებოდა, მოკლედ ბესოხარძიანის წამებით არ დაკავდებოდნენ ეს პატიმრები. რა თქმა უნდა, მე ზუსტად შეიძლება ეს თარიღები ვერ გითხრათ, ეხლა რომელ აპრილის თვეში ხდება ეს ყველაფერი. მაგრამ მათი მიზანი იყო, რომ გიორგი უდესიანის მიზანი იყო, რომ დაახლოებით, ასე ვთქვათ, 15 აპრილამდე რაღაცები მოეგვარებინა. ამ შემთხვევაში კუსტის წილები იცულების წესით მიეღო და ძალიან ეს მანქანა ჩართვა, ციხის მანქანა ჩართო და ის ადამიანები საკმაოდ კარგად ასრულებდნენ ამ ყველაფერს. წავიდა უკვე ზეწოლა ბესოხარძიანზე, საკანში შესვლა, თავში ჩარტყმები, მაშინ როდესაც ეძინა თუ ეღვიძა, ამას მნიშვნელობა არ ქონდა. ვითომ რაღაც საქმის გარჩევები, ესეთი ფაქტები. შემდეგ უკვე კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგათ ამ ადამიანებს, რომ მიეღოთ, ასე ვთქვათ, კუსტბაში შემავალი კომპანიის წილები, კუსტბა კალასა და კუსტბა პალაში, იმიტომ რომ ეს ცემატყეპა ხა არ უშველი და მარტო ხა ბესოხარძიანი ამით არ მიხვდებოდა, რომ წილები უნდა დაეთმო ხოლმე. რამდენი ხანი გრძელდებოდა ესეთი ყოველდღიური ცემა და წამება? როგორც გითხარით, კარანტინის ნაწილში 2 კვირის განმავლობაში, ჯერ მარტო კარანტინში რო 2 კვირა ხარ, უკვე წამება თან იმდროინდელ დანის ციხეში და შემდეგ პლუს რომ გიმატებენ წიხლებს და სადღაც გაგზელდა ივნისამდე, იქამდე სანამ ყველაფერს, ანუ ეს წილები თვითონ აპრილში გადაფორმდა. მე ხა მიუყვები მესმის, რომ ძალიან გრძელია თემა და მეც ვთვლობ, რომ თან რაღაცნაირად მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ისინი გითხრათ